ხელითა მამისათა და ძისათა დასულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. დღევანდელ წაკითხულ სახარებაში უფალი გადმოგცემს ძალიან მნიშვნელოვან სწავლებას, რომელიც რამდენიმე დებულებისგან, რამდენიმე პუნქტისგან შედგება. უპირველეს ყოვლისა უფალი ბრძანებს, რომ სანთელი გვამისა არის თვალი. და მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვების შინაარსი თითქოს ვიცით, სანთელი, გვამი, თვალი, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად გავიგოთ შინაარსი, რას ამბობს. სანთელი თვალის არის, სანთელი გვამის არის თვალი, რას ნიშნავს? რას ნიშნავს და პირველად ინფორმაციას ადამიანი ღებულობს თვალით. ესე იგი, თვალით ხედავს, ჯერ თვალით შორსაც შეიძლება დაინახოს. მერე ყურით ესმის და მერე ხელით შეიძლება შეეხოს. ანუ ეს სხვადასხვა შეგრძნების თუ აკვის ორგანოები აქვს და პირველი და ყველაზე მთავარი არის თვალი. ანუ სანთელი გვამის არის თვალი და ნახეთ რას ამბობს, უკეთ თუ თვალი შენი ნათელი იყოს, ყოველი გვამი ნათელი იქნება და თუ თვალი შენი ბნელია, ყოველი გვამი ბნელია. რას ნიშნავს? ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვების ზუსტად გაგებას. ესე იგი, თვალით მიღებული ინფორმაცია განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას მოვლენის მიმართ, რაც არის შეცდომა. იმიტომ რომ თვალი რასაც ხედავს, შეიძლება ეს არ იყოს სწორი. თვალით მიღებული ინფორმაცია, უკეთ ნახეთ რას ამბობს, თვალი შენი ნათელი იყოს, ყოველი გვამი შენი ნათელი იყოს. ანუ თუ ადამიანი თვალით დანახოს სწორად აღიქვამს, კარგად აღიქვამს, მაშინ მასში შიგნით დაისადგურებს სიმშვიდე. ხოლო თუ თვალით განიკითხავს ადამიანი, ანუ თუ თვალით დანახულს არასწორ შეფასებას გაუკეთებს, მაშინ მისი მთელი შინაგანი სამყარო იქნება ბნელი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ამ შეფასებას ადამიანი აკეთებს გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც არის დღევანდელ ქადაგებაში შემდეგი დებულება. არავის ხელწიფების ორთა უფალთა მონებად. ანუ ერთი იგი შეიყვაროს და მეორე მოიძულოს, ან პირველი მოიძულოს და მეორე შეიყვაროს. და მე ამბობს, არავის შეუძლია მამონასაც ემსახუროს და ღმერთსაც. ანუ რას ნიშნავს? ადამიანმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი. ვის ემსახურება? ორივეს ერთად ვერ მოემსახურება. რასთან არის ეს თვალთან რატოა კავშირში? იმიტომ რომ თვალით მიღებულ ინფორმაციას ადამიანი გადაამუშავებს და თავის დასკვნას აკეთებს სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე. ვისი მსახურია? თუ ღვთის მსახურია, მაშინ ყველაფერს კეთილად აღიქვამს. იმასაც კი რაც შეიძლება მართლაც ძალიან სახიფათო და ძალიან ცუდიც იყოს ერთი შეხედვით. რა თქმა უნდა, ადამიანი ხანდახან ხედავს სხვის მიერ ჩადენილ ცოდვებს, მაგრამ ამაზეც არის ახარებაში სხვა ადგილზე ნათქვამი, რომ შენ სხვის თვალში შეიძლება ბეწვი შეამჩნიო და საკუთარ თვალში შეიძლება მორიც ვერ შეამჩნიო. ანუ ძალიან სახიფათო არის და ძალიან საფრთხილო დასკვნების გაკეთება. რაც არის დამოკიდებული იმაზე, თვითონ შენ ვინ ხარ? რა არჩევანი გაქვს გაკეთებული? ღმერთის მსახური ხარ? თუ მამონასი, თუ ეშმაკის, თუ რა. ეს ერთი. შემდეგი, აი თუ ეს გადაწყვეტილებები ადამიანს მიღებული აქვს, მაშინ შემდეგი რაც შეიძლება მას ხელს უშლიდეს არის მცირედ მორწმუნეობა. ანუ სად ვიშოვო საჭმელი? თუ ესე გაგრძელდა, შიმშილით მოვკვდები. აი როგორ მოვახერხო მე ის ადამიანის ფიქრები ესეთი, რომ არ დამაკლდეს საჭმელი და აი დღეს კი მაქვს, ნუ ხვალის მარაგიც აქვს, აი მერე რა იქნება არც. დაინახეთ რა ზანებს უფალი ცის ფრინველებს შეხედეთ. დაფრინავდნენ და არასოდეს არ ზრუნავდნენ იმაზე რა სჭამდნენ, ანუ რა სვან. ეხლა ცის ფრინველი მარცვლებულს ვერ მოიმარაგებს. და ცის ფრინველის გამოკვება დამოკიდებული არის მხოლოდ გარემოებებზე და შესაბამისად ღმერთზე. და თუ ღმერთი ცის ფრინველზე ზრუნავს, რომ ის მშიერი არ იყოს და ყოველ დღე
აუკვირდით ერთი წუთით ფრინველის ადგილზე რომ ვიყოთ ჩვენ, ხო? აი, სადა გვაქვს ჩვენ იმისი პირობა, იმისი გარანტია, რომ ყოველდღე საკმარის საჭმელს შევჭამთ. ჩიტმა თუ ყოველდღე საკმარისი საჭმელი არ ჭამა, მოგდება. ვერაფერს ვერ იზამს, ხოს უნდა ჭამოს. აი, ღმერთი მასზე ზრუნავს. თუ ცის ფრინველზე ზრუნავს ღმერთი. რამდენად უფრო ზრუნავს ადამიანზე და სულ უნდა გქონდეს ჩვენ ამისი იმედი. და ბოლოს რა უნდა ჩავიცვათ? რა უნდა შევიმოსოთ? აი, სად ვიშოვოთ შესაფერისი დასაცმელი? და ნახეთ რას ამბობს. თვითონ სოლომონ მეფეც კი უმდიდრესი და უდიდებულესი მეფე საერთოდ ყველა დროის მეფეთა შორის. თვითონ სოლომონიც კი არასოდეს შემოსილა, ისე არასოდეს ისე ლამაზად არასოდეს გამოიყურებოდა, როგორც ყვავილები ველისი. და თუ ღმერთი იმაზე ფიქრობს, როგორ გამოიყურებოდეს ყვავილი. უბრალოდ ყვავილი, ლამაზი ყვავილი, ხო? რომელიც თივა აქტიურად, ხო, გახმება ცოტა ხანში და ერთადერთი რაშიც გამომდგება, რომ ტონეში ჩაყარა. მე ხა სახარების სიტყვებით გიყვებით ყველაფერს. თუ მასზე ღმერთი ესე ზრუნავს, რამდენად უფრო ჩვენზე იზრუნავს. და ბოლოს ნახეთ რას ამბობს უფალი დღევანდელ სახარებაში. იყავით სრულ ვითარცა მამაი ჩემი ზეცათა ისრულ არს. აი ეს არის უყოფილება. აი ესეთი ფიქრები, ნახეთ თავიდან მოყვები, რომ რასაც დაინახა ვინც უჩივი კი არ დაიჯერა ეს ყველაფერი. არამედ დაფიქრდე. ანალიზი გააკეთო და შენი გადაწყვეტილება, შენი დასკვნა და რომელიც არის შენ გადაწყვეტილებაზე მიღებული შენ ვინახა. რაც ხდება ის კი არ არის, აი შენი თვალი რასაც ხედავს. არამედ შენ ვინახა, შენ ვინც აღიქვამს ამას. და შენი დამოკიდებულება ღვთის მიმართ. შენი მინდობა ღმერთზე და შენი სასოება კი არ ნიშნავს რომ ჩვენ ხელი არ უნდა გავანძლიოთ და არ უნდა ვიშოვოთ ან საჭმელი ან დასაცმელი. არა, უნდა ვიშოვოთ, მაგრამ უნდა ვჯეროდეს რომ ღმერთი ჩვენზე იზრუნოს. აი ეს არის სრულყოფილება. აი ეს არის სრულყოფილება და აი უნდა ვეცადოთ რომ მივყვეთ ამას. მივყვეთ და ესე ვიცხოვროთ და მაშინ ისეთივე ლაღი იქნება ცხოვრება როგორც ფრინველისთვის არის ცის კამარა და ცის კაპადონი და ისეთივე ლამაზი იქნება ჩვენი ცხოვრება, როგორც არის მინდორში ამოსული ყვავილებისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.